რა არის პტერიგიუმი? როგორია დაავადების ნიშნები? რას უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა და როდის უნდა მიმართოს ექიმს? ამ საკითხს ეგვესაუბრება ოფთალმოლოგი ნათია ბეროშვილი. მისი განმარტებით, როგორც წესი პტერიგიუმი სამკუთხა ფორმისაა და შესაძლებელია რქოვანაზე გავრცელდეს, რაც გარკვეულ შემთხვევაში მხედველობის გაუარესებას იწვევს. სპეციალისტმა დაავადების პრევენციისთვის საჭირო მეთოდებზეც ისაუბრა. მან ამ მიმართულებით მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. პტერიგიუმი ეს არის თვალის ზედაპირული გარსის, კონიუნქტივის, ფიბროვასკულარული ზრდა, თვალის რქოვანა გარსის მიმართულებით, რომელიც იღებს სამკუთხა ფორმას და მიემართება რქოვანას ცენტრისკენ. დასაწყის პერიოდში გამოხატულია მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა თვალის ხშირი სიწითლე, ადვილად გაღიზიანებადობა, შუქზე მომატებული მგრძნობელობა, ქავილი ხშირად გამოხატული. ამ დროს პაციენტს მნიშვნელოვნად გამოხატული პტერიგიუმი არ აქვს და თვითონ შეიძლება ვერ შეამჩნიოს ეს ვიზუალურად. გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მშრალი თვალის დაავადება, ერთ-ერთი მიზეზი, მეორე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს, ასევე გენეტიკურ როლსაც მიეკუთვნება გარკვეულწილად მნიშვნელობა, მეტაბოლიზმის დარღვევა და ორგანიზმის განწყობა ამ დაავადების მიმართ. შესაბამისად, პრევენციაც უნდა მოვახდინოთ. პირველ რიგში მშრალი თვალის დაავადების მკურნალობა უნდა მოხდეს სრულყოფილ დონეზე მაქსიმალურად და მეორე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან პერიოდული ვიზიტი, იმისთვის რომ განისაზღვროს თუ რა დონეზე ჩატარდეს უკვე ქირურგიული ჩარევა, თუმცა ქირურგიული ჩარევა შედეგის მომტანია, მაგრამ ხშირად ახასიათებს რეციდივი. ამიტომ ქირურგიული ჩარევის შემდგომაც მნიშვნელოვანია პერიოდული ვიზიტი თვალის ექიმთან იმისთვის, რომ მოხდეს დაკვირვება დინამიკაში. ოფთალმოლოგმა პტერიგიუმის მკურნალობის მეთოდებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ნათია ბეროშვილმა აღნიშნა, დაავადების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს. პტერიგიუმის ქირურგიული ჩარევა, თუ ის დროულად ჩატარდა, არ არის რთული ქირურგიული ჩარევა, ამ დროს ხდება მისი ეგრეთ წოდებული გადაფხეკვა რქოვანა გარსიდან, თუმცა იმისთვის რომ არ მოხდეს რეციდივი, აუცილებელია თანამედროვე მიდგომებით ქირურგიული ჩარევა, ეგრეთ წოდებული ავტოგრაფტის გამოყენებით. როდესაც გაქვთ თვალის ხშირი სიწითლე, აუცილებლად მიმართეთ თვალის ექიმს, იმისთვის რომ იქნას გამოკვლეული თუ რის გამო არის ეს თვალის სიწითლე გამოხატული, ასევე შუქზე მომატებული მგრძნობელობა, თვალის ხშირი გაღიზიანება, ქავილის შეგრძნება, მოსრესვის სურვილი, თითქოს ქვიშის შეგრძნება თვალში. ასეთ დროს პერიოდული ვიზიტი თვალის ექიმთან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და შესაბამისად მკურნალობის ჩატარება, რომ არ მივიღოთ გართულებები, თუნდაც პტერიგიუმის სახით.